ფულად დახმარება წოდებული პრემიერი ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს ყველა თანამშრომლისთვის წელიწადში 6 ჯერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ მიზნით თვეში 100,000 ლარამდე ხარჯავს. პრემიის ოდენობა ხელფასის თანაბარია. შესაბამისი დოკუმენტაცია მეცხრე-არხმა ზუგდიდის საკრებულოდან მიიღო. კითხვა თუ რა სამუშაოსთვის უხდის ადგილობრივი ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ გეგმიურ პრემიებს თანამშრომლებს პასუხგაუცემელი. ამავდროულად ზუგდიდის საკრებულოს შარშანდელთან შედარებით 100,000 ლარით უზრდის დაფინანსებას პოლიციის ადგილობრივ ორგანოებს. საგულისხმოა, რომ ზუგდიდის ბიუჯეტის შარშანდელთან შედარებით წელს 5 მილიონი ლარით ნაკლებია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მესამედი საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლების ხელფასებსა და სამეურნეო ხარჯებს ხმარდება. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გიორგი ალასანია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სისტემატიური ფულადი დახმარებით თანამშრომლების მორჩილებას ინარჩუნებს. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს ტერმინს ფულადი დახმარება. სწორედ ასე ჰქვია დოკუმენტაციაში მოხელეების პრემიას. არაერთხელ ყოფილვარ წინამდეგი ამ მსგავსი სახით ფულადი დახმარებების გაცემისა. თვითონ ცნებაც ფულადი დახმარება ჩემთვის გაუმართავია იურიდულადაც კი, რაც ნიშნავს მასიურად ყველასათვის ფულადი დახმარების გაცემა. მეცხრე არხი ზუგდიდის საკრებულოში შეეცადა გაერკვია, რისთვის ურიცხავს თანამშრომლებს ადგილობრივი მთავრობა ხელფასის თანაბარ დახმარებას. ბატონ თეიმურაზ, პრემიებთან დაკავშირებით რაც გამოვითხოვეთ საკრებულოდან, იმაზე გვინდა კომენტარი. მე ვერ გეტყვით ახლა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი თავისებურება. კანონმდებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს პოლიციის ორგანოების დაფინანსებას არ ავალდებულებს. ამის მიუხედავად ზუგდიდის მთავრობამ ადგილობრივი პოლიციისთვის წელს 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ამ ბაღის მოსაწყობად საკრებულომ 60,000 ლარი დახარჯა. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საქართველოს ბიუჯეტში 7% არის გამოყოფილი სწორედ მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობების შესანახად. მაშინ როცა მთელ სოფლიოში საშუალო მაჩვენებელი ამის არის 1,5%-დან 2%-მდე. მოხელეების მრავალჯერადი პრემიისა და კეთილმოწყობილი ბაღების ფონზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბევრი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. დაგარგულიების ოჯახი ზუგდიდის გამგეობისგან სახლის გადასახურავ მასალას წლებია ითხოვს. წვიმის დროს ოჯახი თავს ნათესავებს აფარებს. 2-3 მიმართე თავრობას მივეც განცხადება კიდე მივეცი, მაგრამ და არაფერი ყურადღება არ მოუწიეთ ჩემთვის. ყველგან აწვიმს, როცა წვიმა მოვა, მე იქით მივდივარ ბინებში და იქ ცხოვრობ. იმათ უნდა ცხოვრება და იმათ თუ უნდა ამდენი ხელფასი და ჩვენ მინიმუმს არსებო არ გვინდა? რო ვიარსებოთ. პრემიების რაოდენობით ზუგდიდში ამ დრომდე მხარის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია ლიდერობს. 2010 წელს მან 2950 ლარის ოდენობის პრემია 17 ჯერ აიღო, რაც ჯამში 50,000 ლარს აღემატება.